ეს არ არის ახალი, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვა და რასაც ვიზიარებთ აბსოლუტურად ახლა აქციაზე ვიმსვართ ამდენი ხნის განმავლობაში. მოსახლეობის დაკვეთა არის ეს ერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩვენ სჭირდება ერთიანი ფრონტი, იმიტომ რომ აღარ არის ნამდვილად რომ თავად ხელისუფლებამ არ დატოვა პლურალიზმის დრო, ესე გაყო თვითონ და ეს იყო მისი რაღაცნაირი ხედვა ყოველთვის, რომ უნდა იყოს ორ ნაწილად საზოგადოება გაყოფილი სამწუხაროდ მისთვის, მაგრამ მე ფიქრობ რომ მისთვის საზიანო არის უფრო, იმიტომ რომ აქეთან მხარეს ქართული ხალხის ერთობა და ოპოზიციური პარტიების ერთობა ბევრად უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მას წარმოუდგენია. ყოველ შემთხვევაში მთელი რეპრესიები, რასაც ის ოპოზიციისკენ ახორციელებს, პირიქით მოქმედებს, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვარ ხოლმე და ვიცი საზოგადოება რას ფიქრობს და ცალსახად ეს არ არის შემაშინებელი ვინმესთვის, ცალსახად არავინ არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება, ან პოლიტიკა კვდება, იმით რაც საქართველოს ოცნება აკეთებს, უბრალოდ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლის სხვადასხვა ფაზები არის, რომელსაც გავდივართ და სხვადასხვა მეთოდები არის, ერთი მხრივ ისინი რაც უპირისპირებენ და ასევე ჩვენს ვფიქრობთ ახალ მეთოდებს რა შეიძლება დაუპირისპიროთ. ამიტომ როგორც საზოგადოება ძალიან ვიზრდებით, ძალიან სწრაფად ვიზრდებით და ზუსტად ეს არის ყველაზე მეტად რაც ტკივა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ჩვენი ერთობით მისთვის ამ ტკივილის მიყენება.